ცოცხალ ძლიერ ყოჩა ერებში ყველაფერი ეროვნული არის ყველაზე პრესტიჟული. მკვდარ, დამონებულ და მომაკვდავ ერებში ყველაფერი ეროვნული არის სასირცხვილო და ყველაფერი უცხოური არის ყველაზე პრესტიჟული. იაპონიაში ყველაზე ძვირფასი არის სამურაის ხმალი, არაბებში ბედუინის სამოსი, სკოტებში, შოტლანდიელებში შოტლანდიური კილტი, ყველაფერი რაც არის ჩვენი ეროვნული. აი იმ ერებში, რომლებსაც მართლა უნდა რომ იყოს ცოცხალი, კონდეს მომავალი, იყოს ძლიერი. ყველაზე პრესტიჟული არის ტრადიცია. ზუსტად ასევე თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ძლიერი ქვეყანა და ძლიერი ერი, ყველაფერი რაც არის ქართული უნდა იყოს ყველაზე ძვირფასი და პრესტიჟული. აქ ლაპარაკი არ არის რაღაც ფინანსურ სარგებელზე. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ჩვენ ამოვიდეთ ამ ფსიქოლოგიიდან, რომ რახან ეროვნულია და რახან სარწმუნოებრივია, მე უნდა ვიღაცამ ეს მაჩუქოს უფასოდ და მხოლოდ შმოქსფორდიან რაღაცა თუ ქვია, აი ეს არის ჩემთვის სასურველი და ყველაზე ელიტური. ელიტური არის ეს. იაკობ გოგებაშვილი, ქართული ღვინო, ქართული სამოსი და ყველაზე სანუკვარი და სათაყვანო. და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ სულისკვეთებაში გავზარდოთ ჩვენი შვილები. ეს ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ჰიპნოტიური ლოგოსი, რომელიც დაეუფლა ჩვენ სერს, ატყუებს და გვაგნებიებს თითოეულ ჩვენთანაც, რომ ეს ისე კაცო. შაყირია, მთავარია იქ არ გამაზო რაღაცა პლასტმასის და ნარკოტიკებით დაჭყეპილი ტუსოვკა, ბოდისი ბარბარიზმისათვის, რომ შენი შვილი არ მოცდეს ამ ქვეყნიურ წარმატებას. აი ამაში, აი აქ არის ამ ქვეყნიური წარმატება. აი ამის მსახურებაში, ამ ოჯახში ერთად ყოფნაში. აქედან გამოვა ელიტა პირველ რიგში და მინდა ვთქვა რა არის ელიტა. ელიტა არ არის სნობიზმი, ელიტა არ არის ვიღაცაზე ზეიდანყურება, იმიტომ რომ შენ ვიღაცაზე უკეთესი ფეხსაცმელი გაცვია და ტელეფონი გიჭერია. ელიტა არის მსახურება. ვინც არის ელიტარული, ის არის ყველას მსახური. და ეს არის პირდაპირი გაგრძელება ქრისტიანული ფილოსოფიისა და თეოლოგიისა. ამიტომ ჩვენ ვართ გამოუსწორებელი, ფანატიკური, უჯიუტესი ხალხი ამ თვალსაზრისით. ჩვენ ვამბობთ, ყველაზე მაგარი არის ყველაფერი ქართული. არ არის ჩვენი გამოსასწორებელია.